იგა ვარაკები. სულხან საბა ორბელიანი. მამის ანდერძი. იყო ერთი მეფე. სიკვდილის წინ მოიხმო თავისი ვაჟი და ანდერძად დაუბარა. არაფერს გთხოვ, მხოლოდ ის ერთი რჩევა დაიხსოვნე. ქოსა კაცი შენ საბრძენებელში გააჭაჭანეთო. მეფე გარდაიცვალა და ტახტზე მისი მემკვიდრე ავიდა. ახალგაზრდა მეფეს კარგად ახსოვდა მამის ანდერძი და ისე სძულდა ქოსა კაცი, რომ სასახლეში მის ხსენებასაც ვერავინ გაბედავდა. ერთ დღეს ვინმე ქოსა მეფეს საუცხოო ყვავილი მიართვა. ამ ამბავმა ძალიან განარისხა მეფე და ხელქვეითებს მისი გაროზგვა უბრძანა. ის გაროზგეს ქოსა, რომ ტკივილებისგან გრძნობდა, დაკარგა მეფემ ნაცემი და გულის წასული ქოსა, რომ დაინახა, შეებრალა და ქვეშ ევრდომით უბრძანა. შეეშვით, არ მოკვდეს, ოთახში შეიყვანეთ და იქ მოასვენეთ, ეგებ გადარჩეს, შემდეგ კი ჩემი სამეფოდან გააძევეთ. ქოსა მზე არეულ უხუცესმა შეიფარა, იგი მალე გამოკეთდა და მზარეულობაც კი შეისწავლა. ისეთი გემრიელი სადილების გაკეთება დაიწყო, კაცი უკეთეს ვერ იგებდა. ხელმწიფესაც ძალიან მოსწონდა ქოსას კერძები, მაგრამ მან ჭადრაკის თამაშიც გაითქვა სახელი. ისე თამაშობდა, მთელი სამეფოში მისი მჯობნი არ მოიძებნებოდა. ეს ამბავი შეიტყო მეფის ვეზირმა, რომლის ჭადრაკის დიდი მოტრფიალე და კარგი მცოდნეც გახლდათ. ქოსამ მასაც აჯობა. მალე ისე შორს გაუვარდა ქოსას სახელი, რომ მისმა ქებამ ხელმწიფეს ყურამდეც მიაღწია. მეფემ მისი სასახლეში მოყვანა, ბრძანა და კიდევ ერთხელ შეაჯიბრა ვეზირს ჭადრაკის თამაშში. ქოსამ ისევ გაიმარჯვა. მეფე ისე მოიხიბლა მისით, მამის ანდერძი დაავიწყა. ქოსას სასახლეში დატოვა და მალე უფროსი ვეზირობაც უბოძა. გავიდა ხანი და სამეფოს ურიცხვი მტერი შემოისია. მეფემ რომ აღარ გაუმკლავდა, იძულებული გახდა გაქცეულიყო ორცხენს თვალმარგალიტი და ძვირფასეულობა. აჰ, კიდევ მესამეზე თვითონ შეჯდა, მეოთხეზე ქოსა აუმხედრა და გაიხიზნენ. იარეს და ერთ უცხო სამეფოს მიადგნენ. ქოსა ვეზირმა უთხრა, შენ ახალგაზრდა ხარ, მე ხანდაზმული. თუ ვიტყვით, რომ მეფე შენ ხარ, მე კი შენი ქვეშნდროვი შევრცხვებით და უპატივცემულოდ ვეპყრობიან. მოდი ვთქვათ, ვითომ მეფე მე ვარ და შენ ქვეშრდომი, ასე უფრო მეტი პატივი გვექნება. კარგი იყოს, როგორც ამბობ, კაცი მამის ანდერძს რომ დაივიწყებს, უარესიც დაემართება, უპასუხა მეფემ. იგა ვარაკები. სულხან საბა ორბელიანი. ბრძენი და მდიდარი. იყო ერთი ბრძენი კაცი. ადრე ვაჭრობით დიდძალ ფულს შეულობდა, მაგრამ საქმე უკუღმა წაუვიდა და გაღატაკდა. დაიწყო ქვეყნიდან ქვეყანაში ხეტიალი. ბოლოს ინდოეთამდეც ჩააღწია. ური მოჰკრა, რომ იქ ცხოვრობდა ერთი მდიდარი და ამასთან ღვთისმოშიში კაცი. შეიტყო მისი ადგილმსამყოფელი, ეწვია შინ და უთხრა, ძმაო, ადრე მე 40 ლიტრა ვერცხლი გასესხე, აქამდე არ მომითხოვია, მაგრამ ახლა ძალიან მიჭირს და უნდა დამიბრუნო. დიდარი გაოცდა, არ მახსოვს, რომ შენგან ფული მესესხოს და თუ ეგრეა, ან მოწმე მომეყვანე, ან და ხელმოწერილი მაჩვენე. კარგად მახსოვს, მაშინ ასე მითხარი, ახლა ბევრი საქმე მაქვს, არ მცალია, ხვალ მოდი და ხელმოწერილს მოგცემო. მეორე დღეს მეც ბევრი საქმე მქონდა და ვერ მოვედი. მერე კი სრულიად გადამავიწყდა იმ ხელმოწერილის ამბავი, რადგანაც მტკიცებულება არ გამაჩნდია, ასე მოვიქცეთ. შენ თუ ღმერთს დაიფიცებ, რომ ნამდვილად არ გაქვს ჩემი ვალი, თავს დაგანებებ. უპასუხა ბრძენმა, ღვთისმოშიშმა მდიდარმა გაიფიქრა, ასეთ წვრილ მანზე ღმერთი როგორ დავიფიცო. მას
რომ ჩემთვის ურიცხვი ქონება უბოძებია, თუმცა არ მიმართებს ამ კაცის ვალი, მაგრამ მირჩევნია მივცე, რასაც ითხოვს, ვიდრე ღმერთი განვარისხო. და მისცა კაცს 40 ლიტრა ვერცხლი. წამოიღო ბრძენმა ვერცხლი და ღმერთს შეადა. ღმერთო, მართალო და ჭეშმარიტო, შენ ხომ იცი, ეს საქციელი ჩემი წიღატაკის გამო ჩავიდინე. ხელი მომმართე, რომ ამ ფულით ვაჭრობა დავიწყო, რასაც მოვიგებ ამ ღვთისმიერ კაცს მივცემო. კაცი ჩინეთს გაემგზავრა სავაჭროდ, საქმე ისე კარგად წაუვიდა, იმდენი სიმდიდრე დააგროვა, რომ ღვთისმოშიში კაცი მდიდრის ქონება მასთან მონაგონი იყო. გავიდა ხანი და გამდიდრებული ბრძენი ისევ ინდოეთში დაბრუნდა. მოძებნა თავისი მოვალე და შინ მიიწვია. მდიდარმა ვეღარც ბრძენი იცნო და აღარც იმ 40 ლიტრა ვერცხლის ამბავი ახსოვდა. ათვალიერებდა ბრძენის ქონებას და გაოცებული ეკითხებოდა, რანაირად მოახერხე ამოდენა სიმდიდრის დაგროვებაო? ბრძენმა მას დაწვრილებით უამბო ყველაფერი და ბოლოს დასწინა. სიღატაკემ მომაფიქრებინა ის ტყუილი, სიამდვილეში კი ჩემი არაფერი გმართებდა, რადგან შენ მაშინ ასეთი გულისხმიერება გამოიჩინე. მე აღთქმა დავდე, რომ მთელი ჩემი მონაგები შენთვის მებოძებინა. დიდარი გააოცა ბრძენის ასეთმა გულახდილობამ. მისი საუნჯიდან მხოლოდ ქამარი და საპერანგე ქსოვილი აიღო და უთხრა, მე შენგან არაფერი მინდა, ესეც იმიტომ ავიღე, რომ გული არ დაგწყვეტო. რადგანაც ასეთი მართალი და პატიოსანი ადამიანი ხარ, მზად ვარ ჩემი ქონებას შენ დაგითმო. იგავარაკები, სულხან საბა ორბელიანი. მტრობით განკურნებული. ერთი კაცი ძლიერ დასნეულდა. მთელი თავის შემოსავალს ექიმებთან სიარულში ხარჯავდა, მაგრამ ვერავინ შეძლო მისი განკურნება. ერთხელაც ყური მოჰკრა შირაზ ქალაქს ერთი ექიმია, როგორც კი შეხედავს ავადმყოფს, მაშინვე ხვდება, რა სენს შეუპრია. თუ ადამიანს მორჩენა უწერია, უეჭველად მოარჩენს. ხოლო თუ არაფერი ეშველება და სასიკვდილოა, მაშინ პირს იბრუნებს და ერთ სიტყვასაც არ იტყვისო. სნეულმა ერთი მონა იახლა და სასწრაფოდ შირაზს გაეშურა. ექიმმა დაინახა თუ არა, სნეული მაშინვე პირი იბრუნა. მიხვდა კაცი, რომ მასწავლებელიც იყო ექიმის ასეთი საქციელი და მეტად დამწუხრდა. მონას უთხრა, შენ მაინც იცი, როგორ ვცდილობდი ამ სნეულებისგან განკურნებას, მაგრამ არაფერმა მიშველა. წადი მაწონი მომიტანე, იქნებ მისი ჭამა მაინც მოვასწრო, გული მიგრძნობს, შევჭამ თუ არა, მაშინვე მოვკვდები. მონამ სნეული იქვე მდელოზე მოასვენა და მაწვნის მოსატანად წავიდა. მოუტანა და აჭამა, რაც დარჩა ჭამით ხის ძირას დადო. სნეულის მდელოზე ჩაეძინა. ამ დროს ხესთან გველი მიცურდა. დაწვნა იან ჭამში თავი ჩაყო, ჯერ შეჭამა, მერე კი გესლთან ერთად უკანვე ამოთხია. მონამ ეს ყველაფერი დაინახა, მაგრამ შიშით გველის გაძევება ვერ გაბედა. თანაც მეტად გაბრაზებული იყო თავის პატრონის ავადმყოფობით და გაიფიქრა, დაეშეჭამოს და მოკვდეს, დავისვენებო და გადაწყვეტა პატრონისთვის არაფერი ეთქვა. სნეულმა გაღვიძებისთანავე მაწონი მოითხოვა, მოუტანა მონამ ჯამი. კაცი გემრიელად შეექცა და კვლავ დაიძინა. ძილში ოფლმა დაასხა, რომ გაიღვიძა, მიხვდა, რომ გამოჯამრთელებული იყავ, აღარაფერი აწუხებდა. როცა დარწმუნდა სრულიად გამეკურნეო, მიბრუნდა მონას და უთხრა, წამოდი და გავკიცხოთ ის ექიმი, სიკვდილი რომ მიწინასწარმეტყველა, თავისი თვალით ვნახოს, უწამლოდ რომ მოვრჩიო. ადგნენ და წავიდნენ ექიმთან. ექიმმა როგორც კი დაინახა, მაშინვე უთხრა, შენ როგორ გეტყობა გველის შხამი მიგიღია და იმას მოურჩენი ხარ, მითხარი სად იშოვე, ვინ მოგცაო? კაცს ეგონა თავის მართლებას ცდილობსო
და შეუტია, რა გველის შხამი, რას მიხქარავ, უვიცი ხარ და უცოდინარიო. ამაზე კამათია მოუვიდათ. ამ დროს მათთან მონა მივიდა და მოკრძალებით უამბო, რაც იმ დღეს მოხდა. ექიმი მიუბრუნდა სნეულს და უთხრა: პირველად რომ დაგინახე, მაშინვე მივხვდი, რომ გველის შხამის გარდა არაფერი განკურნავდა, მაგრამ სადმე შოვნა, ამიტომაც არაფერი გითხარი, მაგრამ თურმე ღმერთის უნებებია შენი განკურნება და მკურნალად ის გველი გამოუგზავნიაო.